სახელწოდება არის შენდობა, რეჟისორი არის გოგა ხაინდრავა და დაფინანსება ეროვნული კინოცენტრისგან შეადგენს 955,000. ერთი პროდუქტის მაქსიმალური რაოდენობა, რისი დაფინანსებაც კინოცენტრს შეეძლო, ამაზე გათვლილი თანხა იყო 1 მილიონი ლარი და ხაინდრავამ ამაზე 45,000 ლარით ნაკლები მიიღო. შესაბამისად დავინტერესდით ფილმის შინაარსი რა იქნება, რომელსაც ხაინდრავა მოამზადებს და ჩვენ ამ პასუხების მიღება რეჟისორისგან ვცადეთ, თუმცა მისგან პასუხები არ მიგვიღია. აღნიშნული ფილმის ანოტაცია არც ეროვნული კინოცენტრის ვებგვერდზე არ იძებნება და ამაზე პასუხის გაცემა არ ისურვა არც კინოცენტრის ხელმძღვანელმა. თითქმის 1 მილიონს მიიღებთ ახალი ფილმისთვის. ფილმის შინაარსი თუ შეგიძლიათ რო გითხრათ რაზე იქნება? ფილმის შინაარსი იქ იმაშია მოცემული და წაიკითხეთ. არა, გვერდზე არ დევს, სამწუხაროდ არ დევს კინოცენტრის. ფილმის შინაარსი გაინტერესებს. აი ახლა გვაინტერესებს, გითხარით რა. ხაინდრავას ფილმის დაფინანსებაზე მინდა გკითხოთ, როგორ შეირჩა, რაზეა ფილმის შინაარსი, რომ მოგვიყვეს? ეხლა დაკავებული ვარ ცოტა ხანში გადმომერეკეთ, კარგით, შეხვედრაზე და უცებად გიპასუხებ. ხაინდრავას გამარჯვებულთა სიაში მოხვედრა კითხვას უჩენს იმ ხელოვანებს, კინორეჟისორებს, რომლებიც 2 წელია ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან და არ გამორიცხავენ, რომ ამ ფილმის შინაარსიც ზუსტად იყოს თანხვედრაში ქართული ოცნების პროპაგანდასთან. კინოცენტრი გადაიქცა ძალიან დახურულ ბუნდობანებით სავსე პოლიტიკური დაკვეთის ცენტრად. მატყავთ რამდენიმე ერთგული მსახური, ასე ვთქვათ, ხო, რომლებიც მონაწილეობენ მუდმივად აი ამ ჟიურის არჩევნებში და ამიტომ ერთი და იგივე გვარები ხვდება როგორც წესი აი ამ კომისიაში. სრულიადაც არ იყო გასაკვირი ვთქვათ, რომ მან მიიღო დაფინანსება, იმიტომ რომ გოგა ხაინდრავას აქტიური მოღვაწეობა ამ ხელისუფლების პროპაგანდაში ყველასთვის ცნობილია და ის როგორც რეჟისორი არც განიხილება და მხოლოდ ირონიულად შეიძლება მოვიხსენიოთ. ალბათ ესეც იქნება ისევ რაღაცა ძალიან ყალბი, პათეტიკური აი ამ პოლიტიკური კონიუნქტურის შესაბამისი. ორი კონკურსზე უნდა ვილაპარაკოთ. წინა კონკურსი, რომელიც იყო კოპროდუქციის კონკურსი და რომელიც უყოველთი სტარდებოდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ზოგადად ქართული კინო განვითარდეს. ის კონკურსი ჩავარდა და მასში კომისიის წევრი იყო გოგა ხაინდრავა. იმ კონკურსის გაუქმეს და დაამატეს ამ კონკურსის ფული. და ფაქტია, რომ ამ კონკურსში უკვე გოგა ხაინდრავა მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. და ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს მაგალითად ჩემთვის ბადებს და მე მგონი რა ვიცი, ძალიან ხელის გულზედებს, რომ მინიმუმ კითხვები დავსვათ მაგის შესახებ. ლევანდელი კინოცენტრი უკვე აღარ არის კინოცენტრი, ეს არის რაღაცა დაწესებულება, რომელიც კულტურის სამინისტროს თავიდან ბოლომდე ექვემდებარება. უმორჩილებენ რაღაც ერთი პარტიის ინტერესებს და ეს უამრავი ფაქტი დასტურდება. მე თვითონაც მაქვს ეს გადატანილი, როდესაც ჟიურიში აღმოჩნდა თურმე არ ვიყავი მათთვის მისაღები და ჩუმად გამოცვალეს ეს ჟიურის შემადგენლობა. ამ ფულებს გადაინაწილებენ, გადმოინაწილებენ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ჩემთვის და არანაირი ინტერესი არ აქვს ვინ მიიღებს ახლა აქ დაფინანსებას, იმიტომ რომ ყველანი ემსახურებიან ერთ სისტემას. ჩვენ კინოცენტრის ხელმძღვანელი დაგვპირდა, რომ დაგვიკავშირდებოდა, რადგან შეხვედრაზე იმყოფებოდა და დეტალურად მოგვაწვდიდა ინფორმაციას კონკურსთან თუ გამარჯვებულებთან დაკავშირებით, თუმცა 3 საათზე მეტი გავიდა ჩვენი ბოლო კომუნიკაციიდან და ამ დრომდე კინოცენტრის ხელმძღვანელს ჩვენთან დამატებით დეტალებზე აღარ უსაუბრია.